საქორწინო კაბა, მოსაწვევები, ადგილი, სადაც ცერემონიალი გაიმართება, თაიგული და ტორტი. ეს ქორწილის დღისთვის აუცილებელი ატრიბუტების მცირე ჩამონათვალია. წყვილისთვის, ვინც ქორწინება გადაწყვიტა, უნდა რომ ქორწილის დღე განსაკუთრებულად საინტერესო და სამახსოვრო იყოს. ეგრეთ წოდებული wedding party-ის ინდუსტრია საქართველოში დამკვიდრებას ბოლო რამდენიმე წელია ცდილობს. გამოჩნდა სერვისები, ვინც ამ დღის მოწყობაზე ზრუნავს. ერთადერთი რაც ამ დიდი წვეულების შემდეგ რჩება, ეს არის ფოტო და ვიდეო მასალა. და ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ასეთ შემთხვევაში სწორედ ეს არის, რომ იყოს ფოტო და ვიდეო ყველაზე მაღალი ხარისხით. ერთი შეხედვით სრულიად უცხო ადამიანების პირადი ცხოვრებით დაინტერესება უცნაური ჩანს. თუმცა მსგავს wedding short ფილმებს ინტერნეტ სივრცეში ნახვების დიდი რაოდენობა მოყვა და ამ ბაზარზე თავის დამკვიდრებაც გადაწყდა. იყო ერთგვარი რისკი, რამდენად გაამართლებდა, მაგრამ პირველივე ვიდეო მახსოვს, რომ 9 მილიონამდე მეტი ხილვა მოიტანა, აი პირველივე ერთ რამდენიმე თვეში და მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო ის, რაც უნდა გოკეთებინა აუცილებლად მოცემულ მომენტს საქართველოში. თავიდან ძალიან ნერვიულობდი, არ ვიცოდი საერთოდ რა უნდა ჩამეცვა, როგორ უნდა ყოფილიყავი, იმიტომ რომ მინდოდა რომ იდეალური ყოფილიყო და თან მინდოდა რომ სადა ყოფილიყო და თან ლამაზი. კაბაც იდეალური იყო და ყველაფერი რაღაც მაკიაჟი, თმა, ყველაფერი ძალიან მომწონდა და ყველგან კომპლიმენტს მეუბნებოდა, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავ. ამბობენ, რომ სამოგზაუროდ წასვლა უნდოდათ, მაგრამ ნათესავების და მეგობრების მოთხოვნით ქორწილზეც დათანხმდნენ და დღეს ამას არ ნანობენ. ძალიან კარგი ვქენით, რომ გადავიხადეთ, იმიტომ რომ ამ დღეს შეხვდნენ ეს ადამიანები ერთმანეთს, გაიცნეს, თუნდაც ჩემი მეუღლე, ძალიან მნიშვნელოვანია მთელმა ჩემმა სანათესავომ და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქორწილის გადახდა, რომ ეს ორი მხარე რაღაცნაირად განათესავდეს და დაუახლოვდეს ერთმანეთს. ტრადიციული ქართული თუ ევროპული ტიპის ქორწილი. ეს ნეფე პატარძლის არჩევანია. კომპანიები მათ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით პოპულარული ქორწინების ცერემონიალის ღია ცის ქვეშ გამართვა გახდა. შერწყმა გავაკეთეთ საზღვარგარეთის ხელის ესა ჯვრის წერის ელემენტები ჩვენ გადმოვიტანეთ და მე შემიძლია ვთქვა, რომ მარიაჟმა საქართველოში ეს გააპიარა და შეათავსა ქართულ ხასიათთან და ქართულ ტრადიციებთან. როდესაც ორი ადამიანი ერთად ცხოვრებას იწყებს, რაღაც პასუხისმგებლობებს იღებს ერთმანეთთან და ეს პასუხისმგებლობები, ანუ ხელის მოწერით უნდა დაგვირგვინდეს. ეთუნას სააგენტოს მომსახურება არ დაჭირვებია. ამბობს, რომ როცა ინტერნეტი არსებობს, ფინანსებშიც შეზღუდული ხარ და მზად ხარ ყველაფერი თვითონ მოაწყო, შესაძლებელია ეს დღე ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც გინდა. Hipster wedding იყო ჩემი keyword-ი, ერთიც ვეცებდი და შემდეგ იყო ძალიან დიდი სია, ძალიან მრავალგვარი იდეების, რომელიც შემდეგ თანდათან დაიწურა და თანდათან ჩამოვიდა რაღაც იქამდე რა იყო ჩემთვის ჯერ ხელმისაწვდომი და მე განხორციელებადი. ადგილის მოძებნა, სადაც აუცილებლად მწვანე მოლი და წყალი უნდა ყოფილიყო. ხმაური კი 12 საათის შემდეგაც შესაძლებელი ადვილი მოსაძებნი არ აღმოჩნდა. საქორწინო დეკორაციაც საკუთარი ხელით გააკეთა და ეზო ყვავილებით და ბუშტებითაც თვითონ გააფორმა. ამას ხოდა თავისი ნაკლით სტუმრები რომ მოვიდნენ ძალიან დაღლილი ვიყავი, იმიტომ რომ ვერავის ვერ ვანდე ეს ერთი. მე ქორწილის დღეს ყველა სადღაც მიდიოდა რომ გაპრანჭულიყო და ვერავინ ვერ დავავალდებულა, რომ ჩემთან ერთად მდგარიყო და ბუშტები ჩაერჭვა, ყვავილები დაეკიდა და ჩემი დები მეხმარებოდა ძირითადად და მოკლედ ძალიან დავიღალე მაგის გამო. მოიწყო ფეიერვერკი ერთი დღით სააგენტოს დახმარებით ან მის გარეშე წყვილის სურვილზე და მონდომებაზეა დამოკიდებული. მთავარი ბიუჯეტი სწორედ გათვლა და წყვილის მატერიალური შესაძლებლობაა.